9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარემ რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის ხელისუფლების სხვა წევრებმა, საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებმა მელიტონ ქანთარიას ბიუსტი ყვავილებით შეამკეს და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. ირაკლი კობახიძემ პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 79 წლისთავი მიულოცა. საქართველოს მთავრობის განკარგულებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერჯერადი ფულადის სოციალური დახმარების სახით 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 1000 ლარს მიიღებენ. Დღევანდელი დღე ალბათ ჩემი თაობისათვის არის ტკივილისა და სიხარულის დღე. ტკივილის იმიტომ რომ უამრავი მილიონობით ადამიანი შეიწერა მეორე მსოფლიო ომმა. სიხარულის იმიტომ რომ ფაშიზმი იქნა დასამარებული და განადგურებული. ამ ადამიანებმა თავიანთი სიცოცხლის ფასად მოგვიტანეს მშვიდობიანი ზეცა და მიზა, ამიტომ ისინი არასდროს არ უნდა იყოს მივიწყებული. ეს დღე არის სიმბოლო იმ გამარჯვების, რითაც ბოროტებამ ძლია სიკეთემ, რითაც ფაშიზმი დამარცხდა იმ პერიოდში და ამაში უდიდესი მონაწილეობა მიიღო იმ 700,000-მა ადამიანმა, ქალმა და კაცმა, რომელიც იყო ჩვენი სამშობლოდან გაგზავნილი. ამ ადამიანებმა ჩვენ მოგცეს უდიდესი მაგალითი ამ ბრძოლის, შრომის, წვალების და კიდევ ერთხელ ჩვენ ყველა პატივს მივაგებთ მათ ხსოვნას, პატივს მივაგებთ ცოცხლებს.